როცა ვღიროდი მე ყოველთვის ვტიროდი ხოლმე და აი იყვნენ ადამიანები რომლებიც ამბობდნენ რომ აი მე ვტიროდი ჩემ თავს მე ვტიროდი საქართველოს მე ვტიროდი აი ვთქვათ მონატრებას ჩემი მშობლების საქართველოს საფლავების ყველაფერს ვტიროდი იმ ერთ სიმღერის პერიოდში ხელოვანი მუსიკოსი ქველმოქმედი შვედეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი ეს სტატუსები ყველა ერთ ქალბატონს ლელა კუხიანიძეს ეკუთვნის ლელა კუხიანიძე წყალტუბოს რაიონში სოფელ ქვედამესხეთში დაიბადა სადაც მისი ბავშვობის წლები გაატარა ქუთაისში 21-ე საშუალო სკოლა დაამთავრა შემდეგ კი სწავლა აკაკი ვასაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში გააგრძელა როდესაც უკვე ინსტიტუტი დავამთავრე ძალიან დიდი სურვილი მქონდა უკვე სწავლა ესე მუშაობა გამეგრძელებინა სამხატვრო გალერეებში იმიტომ რომ აი მხატვრებთან და ხელოვნებიან ადამიანებთან მუშაობა ყოველთვის მხიბლავდა და მეტი საინტერესოც იყო ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ ელოტბრადნა გამოცდილება მოლოდბარი ვიყავი და გამოცდილება მქონდა მაგრამ რატომღაც აი ბოლოს უკვე ძალიან მინდოდა რომ კარგი ხელოვნებად მცოდნე ყოფილიყავი ქალაქში 90-იანების საქართველოში არსებულმა სოციალურმა ვითარებამ ლელა კუხიანიძის გეგმების შეცვალა და მას მეუღლესთან და შვილებთან ერთად საქართველოდან წასვლა მოუხდა. ეს ის გზა, რომლის გახსენებაც ცრემლების გარეშე უჭირს. მაგრამ აი მეთქე ეკონომიურ მდგომარეობას გავიუმჯობესებთ მეთქე და დავბრუნდებით თქო მაგრამ ასე არ მოხდა მე ჩვენ გაგვიჩნდა მიშო დაუნ სინდრომით და მე ვიცოდი რომ დაუნ სინდრომის შესახებ საქართველოში არაფერი სპეციალური პროგრამა არ იყო და მე მიშოს ვერაფერს ვერ მივცემდი თოთო ბავშვით ახარ უცხო ქვეყანაში მით უმეტეს როცა არავინ ქართველი არ არის ანარად ინფორმირებული არ ახარ ინფორმირებული ხარ ერთი რომ აქვს სტაულთა თავშესაფარი და მორჩა მეტი არაფერი იქ იმდენი ნიუანსებია იმდენად ურთულესია შენ ქართველი ასეთი კულტურის ქვეყნის შვილი ჩადიხარ და იმდენად საცოდავი ხარ მათ ასე მეგონა რომ მათ თვალში იმდენად საცოდავი ვიყავი თანაც ჩემი სიამაყე ხომ გამაჩნია რომ მართლა მასე არა ვიღაც არ ვართ ხო მაგრამ რატომღაც მე ნელა ისე გავაკეთე და ისე მინდოდა დიდი სურვილი მქონდა უდიდესი სურვილი მქონდა იმისი რომ ამათთვის მეჩვენებინა რომ მეც ვარ და ჩვენ ქართველიერი ნამდვილად ვართ ლელა კუხიანიძე დღეს უკვე თავად ცდილობს საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს შეუმსუბუქოს ის სირთულეები, რომელსაც სამშობლოდან ჩასულები შვედეთში აწყდებიან. ნამდვილად არ მინდა ის ეკლიანი გზები გაიარონ, როგორი გზებიც გავიარე მე, რომ ჩამოდიხარ ენა არიცნობ ადამიანებს, ვინ არის ეს ადამიანები, რა ცხოვრებით ცხოვრობენ, კი აქვთ ამათ ტოლილთა თავშესაფარი, მაგრამ გარდა ამისა არის კიდევ ადამიანური ფაქტორები, როგორ მოგიდგებიან, რა უნდა უთხრა შენ, როგორ უნდა იყო, რა კანონები აქვთ. შვედეთში მყოფმა დაარსა საქველმოქმედო ფონდი. იგი ასევე სხვა თანამემამულეებს მოუწოდებს გაერთიანდნენ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ჭირდებათ. შევიძინე ყულაბა. ყულაბას დავარქვე აი ესეთი წარწერა გავუკეთე. არც ერთი მშიერი ბავშვი საქართველოს. და საქველმოქმედო ფონდი ნერგები. სხვათა შორის ახლა პირველი აქცია ჩემი საკუთარი სახსრებით გავაკეთე ის ჩემს საყვარელ მეგობარს გელადაიაურს და უკავშირდი და მან იპოვა უცებ ახლა და მე უბნებოდა ხოლმე ლელას მაგას არ არის დიდი პრობლემა გაჯერებული ოჯახების პოვნაო და ისე კარგად და ორგანიზებულად გააკეთა ეს თქვა ეს აქცია და იმდენად გახარებული სახეები დავინახე იმ ბავშვების ეს უკვე დიდი სტიმული იყო იმისთვის რომ ეგ საქმე გავაგრძელო კი არა ალბათ სანამ პირში სული მიდგას მე ამ საქმეს არ მოვეშვები ლელა კუხიანიძე საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს მოდი პირდაპირ გეტყვეთ ახლა ჯერჯერობით მე ვერაფერს ვერ ხედავ ისეც საიმედო სამწუთში რომ ემიგრანტს უთხრა რომ დაბრუნდი ახლა შენ საქართველოში და არ არის რთული და არ გაგიჭირდება მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და მე ვყიდულობ საქართველოში მიწებს იმის მაგირო იყიდოს არაბმა თურქმა და ვინ არ მე მირჩენია ვიყიდო მე და თუნდაც გავაჩუქო თუნდაც ჩემი ნათესავი დავასაქმო ან რაღაცას ხელი შეუწყო ქალბატონი ლელა ასევე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს ერთ რაღაცას ვეტყოდი რომ ამოვიღოთ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ თქვენ ყველანი დუმხართ
ქართველი ხალხი დუმს, იმიტომ რომ ელემენტარულად დასაქმებული არიან და იმ სამსახურსაც რომ არ მოწყდნენ, ვერ ამბობენ იმას, რასაც ვამბობ მე, მაგალითად. შეიძლება მეც აქ რომ ყოფილიყავი, ასე მოვიქცეოდი, მაგრამ არა. თბილი, ადამიანური, გაჭირვებაში გვერდით მდგომი, ასე ახასიათებს ლელას ბავშვობის მეგობარი. ჩვენ სტუდენტობა გავიარეთ სასწავლებლიდანაც, ინსტიტუტიც ერთად დავამთავრეთ, გარკვეული პერიოდი მუშაობაც მოგვიწია ერთად და ამიტომ ძალიან ღრმად ვიცნობ ლელას, არის იშვიათი ადამიანი. სხვაგვარად მას არ შეუძლია მოქცევა. ეს ქველმოქმედება მასში ზის ბავშვობიდან. რას უსურვებდით? რა გითხრათ? ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ბედნიერი დაბრუნდეს საქართველოში და საქართველოც დახვდეს კარგად. მინდა მისი შვილებიც სულ ბედნიერად და გახარებული იყოს. რაც მას უნდა, პირველ რიგში მას საქართველოს კარგად ყოფნა უნდა, ეს სურვილი აუსრულოს ღმერთმა. ქალბატონი ლელა რამდენიმე კვირაში ისევ ბრუნდება შვედეთში, სადაც ელოდება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ნერგები, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს. ლელა კუხიანიძე ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დადგება ეს დრო. თუმცა დანამდვილებით იცის ერთი, რომ დაბრუნდება ისე, რომ კვლავ მისი ქვეყნის მოქალაქეებზე გააგრძელებს ზრუნვას. მარიამ კუხიანიძე, ტელეკომპანია მეგატივისთვის.